რევაზ შარტავასა და ნოდარ გვასალიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი ერთი კვირა გაგრძელდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის გამარჯვებული გახდა ავლაბრის საფეხბურთო გუნდი. მეორე ადგილი კი გაგრას ერგო. შეჯიბრში მონაწილეობდნენ 2006-2007 წელს დაბადებული ბავშვები. ტურნირის ორგანიზატორი კი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია იყო. ეს ტურნირი იმართება წელიწადში ერთხელ, მაგრამ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას აქვს დაგეგმილი რამდენიმე ანალოგიური ტურნირები. ეხლა მაგალითად ოქტომბრის თვეში იქნება კიდევ მომდევნო ტურნირი, რომელიც ეძღვნება გაგრაში ცნობილს თამაზ კუჩუხიძეს. მიზანი რაც აქვს ამ ტურნირის ჩატარებას, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესების დანერგვა. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ხელს შევუწყობთ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით. ჩვენმა თავმჯდომარემ უკვე ენგურს გაღმა გალში ბავშვებს გადასცა ფორმები ფეხბურთის. ამის გარდა ესე იგი მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული მუშაობაში და ყველანაირად რაც შეგვიძლია ვეხმარებით და ყოველთვის ვღებულობთ მონაწილეობას ამ ტურნირებში. Отец в Гаграх фактически футбол основал. გაგრაში მამა ფაქტობრივად საფეხბურთო გუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მთელი მისი ცხოვრება სპორტს უკავშირდება. ის რომ ტურნირს მისი სახელი მიენიჭა ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. ის იყო საკმაოდ მკაცრი პიროვნება, მაგრამ სამართლიანი. ძალიან უყვარდა დისციპლინა და უნდოდა რომ თავის აღსაზრდელებს წარმატებისთვის მიეღწიათ. რაც მოხდა კიდეც, რადგან მისი მოსწავლეები საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრად თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ დაწესებული იყო სპეციალური პრიზებით ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის, საუკეთესო მეკარის, საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ბომბარდირისათვის. შეჯიბრი უკვე მეოთხე წელია, რაც ტარდება და მას ტრადიციული სახე აქვს. ეს ტურნირი ეძღვნება შესანიშნავ ადამიანებს, ესენი არიან ადამიანები, რომელსაც გაზარდას არაერთი ფეხბურთელების თაობა და ისეთი სახელოვანი სპორტსმენები, როგორც არის ვლადიმერ ბარკაია, არის გიორგი სიჩინავა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, რომ მათი სახელი დღეს ცოცხლობს. კავშირმა გაგრამ გადაწყვიტა, რომ ერთი პრიზი დაეწესებინა და ეს პრიზი გადაეცა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს. ყველა ვაპირებთ ალბათ ჩვენ გუნდში შედეგების გაუმჯობესებას და ასეც მოხდება ჩემი აზრით. სამჯერ მივიღეთ მონაწილეობა და ორჯერ მოვიგეთ. მე სამჯერ მეორეზე გავხდით. ეს არის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და არ მოველოდი ამას და ძალიან გამიხარდა. მომავალში მე მინდა რომ ფეხბურთელი გავხდე. ბევრი ვიშრომეთ და არ გამოგვივიდა რასაც ველოდით, მაგრამ მადლობელი ვარ ჩვენი გუნდისთვის და კარგად ვითამაშეთ. მე მინდა რომ მომავალში გამოვიდე ფეხბურთელი და ვასახელოთ საქართველოს. ძალიან გამიხარდა. ეს პირველი არ არის ეს მოგებული. კიდე გვაქვს ამ ტურნირზე მოგებული. ჩვენ შრომა და წვალება დაფასდა. კიდევ ვაპირებ ჩვენ ერთ ტურნირზე გამოსვლას და იქაც დიდი იმედები გვაქვს რომ წარმატებით დავამთავროთ.